კვირის თემა. ოკუპირებულ აფხაზეთში განუკითხაობა და დაძაბულობა პიკს აღწევს. სოხუმში დანაშაულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ოკუპირებული აფხაზეთი ქართველთა ფუნდამენტური უფლებების შელახვის, მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვის, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის გარდა ბოლო პერიოდში აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და მარიონეტულ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებითაც იპყრობს ყურადღებას. აფხაზეთიდან მიღებული ბოლო ინფორმაციები ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი ღრმა კორუფციულ და კრიმინალურ ჭაობშია ჩაფლული, რასაც შესაძლოა სოციალური ან პოლიტიკური აფეთქება მოყვეს და ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ცვლილებით დასრულდეს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სოხუმის ცენტრში აფეთქებების, ახალგაზრდებზე გახშირებული თავდასხმებისა და მკვლელობების გამო უკმაყოფილებას დიდი ხანია გამოთქვამენ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ხაჯიმბა ვერ მართავს სიტუაციას და ქვეყანა უფრო რთულ სიტუაციაშია, ვიდრე მარიონეტული ხელისუფლება ამბობს. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება პროტესტს ყურად არიღებს და შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში განუკითხაობა და დაძაბულობა პიკს აღწევს. ბოლო დროს მკვლელობებისა და დანაშაულთა რიცხვმა კიდევ უფრო იმატა. სოხუმში გახმაურებული საქმე არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მისი დისმკვლელობა აფხაზეთის საზოგადოების ნაწილის საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. გაუპატიურებაში აფხაზეთის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ასტამურ ჯოპუაა ეჭვმიტანილი. ბრალდებული, რომელიც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელია, გავრცელებული ინფორმაციით ჭღამაზიების ოჯახში ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და იარაღის მუქარით წაიყვანა აუტიზმით დაავადებული 14 წლის ლიანა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააშინა და გააუპატიურა. ამის შემდეგ მალევე სოხუმის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ლიანას და ორი შვილის დედა 22 წლის ანჟელა ჭღამაზია, რომელიც ასტამურ ჯოპუას ნაცნობი იყო. ლიანას დის მკვლელობაში ეჭვმიტანილია გოგონების მამა რუსლან ჭღამაზია. მასზე გამოცხადებულია ძებნა. აფხაზური პრესა არ წერს მიზეზს, რის გამოც შესაძლოა მამას შვილი მოეკლა. ამ საზარელ ისტორიას სხვა კონტექსტიც აქვს. ბრალდებულ ასტამურ ჯოპუას ოჯახი ეგრეთ წოდებული აფხაზური ელიტის წარმომადგენელია. მისი ძმა ალმასი ეგრეთ წოდებული პარლამენტის დეპუტატია. პარტია აინარის ლიდერი. მისი მამი და ტალი ჯოპუა დე-ფაქტო სახელმწიფო ტელერადიო კომპანიას ხელმძღვანელობს. ტალის მეუღლე ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახიაა. ასტამურ ჯოპუა ხელისუფლებას თავად ჩაბარდა, თუმცა ბრალს არ აღიარებს. ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულმა მძიმე დანაშაულებებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უკიდურესი აღშფოთება და შიში გამოიწვია საზოგადოებრივ წრეებში, სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო საშუალებებში. აფხაზური საზოგადოება სულ უფრო ხმამაღლა მსჯელობს იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო სტრუქტურები კრიმინალურ სიტუაციას ვერ უმკლავდებიან და ხშირ შემთხვევაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქალებმა საგანგებო განცხადებით მიმართეს დე-ფაქტო პარლამენტს და პირადადაც შეხვდნენ დეპუტატებს. ეს ტრაგედია მოთმინების ფიალის ბოლო წვეთია, განაცხადა ორგანიზაცია ქალები პოლიტიკაში თავმჯდომარე ირინა აგრბამ. მისი ინფორმაციით მკვლელობები მოხდა ჯერ გუდაუთაში, მერე ოჩამჩირის რაიონში. ერთი ქალი ჩამოახვჩეს, 16 წლის ბიჭი დახვრიტეს, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს. ამ დროს კი საზოგადოება დუმს. ყველა მიცის მკვლელი ვინ არის და არ ამბობენ. საერთოდ რაზე ფიქრობთ პარლამენტარები? შეშფოთებულია ირინა აგრბა. ასი და ლომია კი დე-ფაქტო კანონმდებლებს მიმართავს, თუ მამაკაცები ხართ, ნუ გაჩუმდებით. ახლა მაინც ამოიღეთ ხმა და აჩვენეთ ყველას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ციზა გუმბა აღნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა სხვა საქმეებით არიან დაკავებულნი. ის მაინც გააკეთეთ, რომ დაზარალებული ოჯახი პირად კონტროლზე აიყვანეთ. ფსიქოლოგ ელენე ქორთუას განცხადებით, არასრულწლოვნებზე ძალადობა გახშირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. განსხვავება ისაა, რომ ლიანა ჭღამაზიას ოჯახმა მილიციას მიმართა. შეხვედრაზე დაისვა ასევე საკითხი ჟანა სურმანელიანის ბედზეც იმსჯელონ, რომელსაც ხეცურად მოუკლეს 9 წლის შვილი. ბოლო ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესზე დაზარალებულს ნერვებმა უმტუნა და თავს დაესხა ეგრეთ წოდებული პროკურატურის თანამშრომლებს, რის გამოც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეგრეთ წოდებული კანონმდებელი დიმიტრი დბარი კი დე-ფაქტო აფხაზეთის სირცხვილს უწოდებს მომხდარ საშინელ ტრაგედიას. შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ ხშირ შემთხვევაში ოკუპირებულ აფხაზეთში არ ხდება საქმეების ობიექტური გამოძიება, მოწმეების ჩვენებების გაყალბებით. არის შემთხვევები, როცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ნათესავებს პასუხისმგებლობას არიდებენ.
შეხვედრას დე-ფაქტო პარლამენტარებთან ჯღამაზიას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციონერებმა სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ და გამოძიების მსვლელობას გააკონტროლებენ. თავის მხრივ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და სხვა ხელისუფალნი დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯები არ ითმება. ამ მოვლენების ფონზე კი სოხუმის რაიონულმა სასამართლომ ასტამურ ჯოპუას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შულის მკვლელობაში ეჭვიტანელი ჯღამაზია კი იმალება. საინტერესოა კრიმინოგენული მდგომარეობის გამწვავებით გამოწვეული აფხაზური საზოგადოების პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში რა შედეგს გამოიღებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხაჯიმბა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოვლენების ფონზე სამარცხვინო საქმიანობით ვანუატუს პრეზიდენტის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილების გაგზავნით არიან დაკავებულნი.